ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატაში წარმომადგენლობით პალატაში იწყება დაჩქარებული წესით მეგობარი აქტის კანონპროექტის განხილვა, რომელიც დიდი ალბათობით წარმატებით ჩავლის და კონგრესში წარმომადგენლობით პალატაში დამტკიცების შემდეგ უკვე ამერიკის ზედა პალატაში სენატში გადაინაცვლებს კანონპროექტის განხილვა დამტკიცების შემდეგ კი პრაქტიკულად ორ თვეში ბრძალაში შევა და პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს ბიძინა ევანიშვილის და მისი რეჟიმის დასანქცირების დოკუმენტს. ამერიკელმა კონგრესმენებმა დაჩქარებული წესით გადაწყვეტეს ამერიკის ქვედა პალატაში ჰაუსში აღნიშნული კანონპროექტის განხილვა, რაც დაკავშირებულია მათ შორის უკრაინასთან ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გაფორმებულ მინერალების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონალურ ჭრილში, გეოპოლიტიკურ ჭრილში განიხილავს როგორც უკრაინასთან, ასევე საქართველოსთან ურთიერთობებს და შესაბამისად ამერიკელმა კონგრესმენებმა ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადაწყვეტეს, რომ დაჩქარებული წესით განიხილოთ მეგობარი აქტი, რომელიც უკვე ძალიან სწრაფად და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მისი განხილვა შეერთებული შტატების კონგრესში. ოპოზიციაში პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს ბედი თავიდან ბოლომდე გადაჯაჭვულია უკრაინასთან დაკავშირებით, ამიტომაც ხდება ის, რომ მოულოდნელად ჩანიშნეს დაახლოებით ერთი კვირის წინ სენატორ ჯონ ვილსონის ხელმძღვანელობით აღნიშნული კანონპროექტის განხილვა, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს შეერთებული შტატების კონგრესში, როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატიკოს კონგრესმენები და სენატორები უჭერენ ბიძინა ევანიშვილის სანქცირების დოკუმენტს მხარს და ეს თავიდან ბოლომდე გულისხმობს იმას, რომ პირველი რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს იმ ქმედებებზე, რომელსაც ახორციელებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს ადამიანის უფლებების დარღვევას და საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას და მეორე მხრივ დოკუმენტი გულისხმობს იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება დანიშნავს ახალ არჩევნებს, რაც არის დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა შეცვლებს მიდგომებს ქართულ ოცნებასთან, თუ შეწყვეტენ ისინი ადამიანის უფლებების დარღვევას, ჩანიშნავენ ახალ არჩევნებს, მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი საქართველოსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობების გადატვირთვა, რომელსაც ქართული ოცნება ამ დრომდე ვერ ახერხებს. შესაბამისად, დოკუმენტი ერთი მხრივ სანქციებსაც მოიაზრებს, მეორე მხრივ კი ეს არის ქართველი ხალხის მხარდამჭერი დოკუმენტი, რაც გულისხმობს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას და სავაჭრო კონტაქტების გაღრმავებას. მე ვიცი, რომ ბატონ დავითაშვილის ვაშინგტონში ვიზიტისას სწორედ მეგობარი აქტი წაუკითხეს კიდევ ერთხელ. და მას აუხსნეს, რომ რაც იქ წერია, ეს არის შეერთებული შტატების ორპარტიული, ანუ დემოკრატების რესპუბლიკელების საერთო პოზიცია და მათ მხოლოდ მაშინ აქვს შესაძლებლობა რაიმე ურთიერთობის შეერთებულ შტატებთან, თუ კი მეგობარი აქტში ჩამოთვლილ პრობლემებს დაძლევენ და ამ შემთხვევაში მათ საქართველოს ექნება შესაძლებლობა მიიღოს ის სიკეთეები, რაც იმავე აქტში წერია. ეს ერთი, მეორე მიაქცევდით ყურადღებას სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარში, მათ თქვეს, რომ კერძო საუბრის დეტალებს საჯაროდ არ ვიხილავთო. აქამდე ჩამოალაბორანტეს ვიცე-პრემიერთან შეხვედრა. იცით, რომ როდესაც ასეთ შეხვედრები დგება, როგორც წესი, ორ წყარიანი განცხადება მაინც კეთდება, რომ იყო შეხვედრა, ვისაუბრეთ ამაზე და ასე შემდეგ. როდესაც უკრაინასთან ფორმდება ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს როგორც სამხედრო, ის ეკონომიკური პაკეტს და 10 წლიანი პროგრამა არის ეს. სწორედ ამ გეოპოლიტიკური კონტექსტში საქართველოსთვის მეგობარი აქტიც არის საკვანძო. საკვანძოა, იმიტომ რომ ამერიკა აღიქვავს როგორც უკრაინის ნაწილს საქართველოსთან ერთად და ამ გეოპოლიტიკურ საკუთხედში მეგობარ აქტს აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია. მეგობარი აქტი რას გულისხმობს, ხო? ეს 4 ძირითადი მიმართულება არის: სანქციები ივანიშვილის რეჟიმს, ეკონომიკური თანამშრომლობა, უსაფრთხოების მმართველობის თანამშრომლობა. ვინაიდან უკრაინაში უკვე მიღებულია ეს აქტი და ხელმოწერილი არის, საქართველოს სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ ტალღაში. განხილვა ვფიქრობ იქნება საინტერესო, იმიტომ რომ მათ შორის ვფიქრობ იქნება საუბარი იმ რეალობაზე, რომელიც ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრას და მათ შორის ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ პროცესს ეხება და მას შემდეგ რაც ეს აქტი იქნება საბოლოოში მიღებული და მას პრეზიდენტი ტრამპი მოაწერს ხელს, რასაც გარკვეული დრო სჭირდება, ვფიქრობ ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ქართულ ხალხს და იცვას ქართული დემოკრატია.
მეგობარი აქტის კანონპროექტი ერთი მხრივ მოუწოდებს ივანიშვილის რეჟიმს, რომ ჩანიშნოს ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და შეწყვიტოს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა, რასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ხედავენ საქართველოში და მეორე მხრივ მოუწოდებენ ტრამპის ადმინისტრაციას, რომ გააძლიერონ ზეწოლა ივანიშვილის რეჟიმზე, რომ არ უნდა აღდგეს საქართველოსა და შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, თუ რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ ნახავენ კონკრეტულ ნაბიჯებს და დაასანქცირონ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ მისი ოჯახის წევრები და უახლოესი გარემოცვა, მათ შორის ის ბიზნესმენებიც, რომლებიც არიან რეჟიმის სპონსორები. შესაბამისად, დოკუმენტი არის ძალიან ძლიერი, რადგან ისევე როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელებიც აქტიურად უჭერენ მხარს და პრაქტიკულად არ არსებობს შანსი იმისა, რომ ამ კანონპროექტმა წარმატება შეერთებული შტატების კონგრესში ვერ მიაღწიოს, რადგან პირველი მოსმენით კანონპროექტი სენატში უკვე დამტკიცდა და ახლა წარმომადგენლობით პალატაშიც დამტკიცდება და დღეს საკმაოდ მწვავე მოსმენა იქნება თბილისის დროით დაახლოებით ღამის 1 საათზე. შემდეგ კი უკვე დოკუმენტი გადაინაცვლებს შეერთებული შტატების კონგრესის ზედა პალატაში, სადაც პრაქტიკულად უკვე დამტკიცდება ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის დასანქცირების დოკუმენტი.